ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთაველის გამზირზე და თქვენ ჩემს უკან ხედავთ ასევე რომ აქ არიან შეკრებილები, დემონსტრანტები, აქციის მონაწილეები და გადაკეტილია გზა სწორედ რუსთაველის თეატრიდან და ისინი აქ რჩებიან და ასევე გეტყვით იმასაც რომ გზა არის ასევე გადაკეტილი საქართველოს პარლამენტთანაც და ასევე იქაც იმყოფებიან აქციის მონაწილეები. გეტყვით რომ დღევანდელ დღეს საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო თბილისში, კონკრეტულად კი ეს ყველაფერი დაიწყო დღის პირველ ნახევარში, როდესაც საქართველოს პარლამენტის უკან შეიკრიბნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები და პარლამენტში გაიხსნა საშემოდგომო სესია. იქ მიმდინარეობდა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა, რომელიც ქართული ოცნების ინიციატივით შეიქმნა და სწორედ ამ დასკვნას აპროტესტებდნენ აქციის მონაწილეები და შემდგომ მათ გადმოინაცვლეს უკვე რუსთაველის გამზირზე და რამდენიმე ადგილას მათ ჰქონდათ მცდელობა რომ გადაეკეტათ ეს საავტომობილო გზა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, მეტიც დააკავეს რამდენიმე აქტივისტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო გვეუბნება რომ 20 აქტივისტი არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, თუმცა აქ ასევე აქციის მონაწილეები თუ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ამბობენ რომ უფრო მეტი არის, ამბობენ სხვადასხვა რიცხვებს, ამბობენ 20, 22-ს, 23-ს და ასე შემდეგ. ასევე გეტყვით იმასაც რომ საპროტესტო აქცია ახლა აქ რუსთაველის გამზირზე კვლავ გრძელდება, უწყვეტი საპროტესტო აქციის 279 დღეა დღეს და გეტყვით ასევე იმასაც რომ დაახლოებით 6 საათიდან უკვე აქციის მონაწილეები კვლავ მოვიდნენ საქართველოს პარლამენტთან, ისინი ცდილობდნენ სწორედ გზის გადაკეტვას, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ და რამდენიმე წუთის წინ მათ მისცეს საშუალება რომ გადაეკეტათ სწორედ ეს ადგილი, სწორედ რუსთაველის თეატრიდან მათ გადაკეტეს გზა და აი ახლა თქვენ კადრში შეგიძლიათ ნახოთ რომ აქციის მონაწილეები აქ იმყოფებიან, ისმის შეძახილები და გეტყვით იმასაც რომ ახლა შეგვიძლია რომ მოვისმინოთ კომენტარები, რომლებიც დღეს აქციის მონაწილეებმა Euronews Georgiasთან საუბრისას გააკეთეს. მე შევასწარი 2-3 ადამიანის დაკავებას. ეს ადამიანები არაფერს არ აშავებდნენ და არც ქუჩაში იდგნენ, უბრალოდ ტროტუარზე გადაადგილდებოდნენ, მაგრამ მანამდე აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უწყების უფროსი იყო მოსული, რომელმაც გასცა ბრძანება იმ აქტივისტების დაკავების, რომლებსაც სახეზე ცნობდა და მე მგონია რომ უბრალოდ ზოგი ადამიანი მარტო იმიტომ დაიჭირეს, რომ ხშირად არიან ჩართული სამოქალაქო პროტესტში და მათ უბრალოდ სახეებზე ცნობდნენ. ეს იყო ბევრი მათგანის დაკავების მიზეზი. რაც შეეხება თვითონ პროცესს, როგორც ყოველთვის იქცეოდნენ ველურად, არც ქალებს ინდობდნენ, არც ბიჭებს და რაღაცა ფიზიკურ ძალასაც იყენებდნენ, როგორც შევიათ ხოლმე. თუმცა ეს ყველაფერი ამით არ მორჩა, ეხლაც როგორც ხედავთ აგრძელებენ და როგორც ვთქვი, დღეს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ადამიანებს რუსთაველი არ გადააკეტინონ, თუმცა მე ღრმად მწამს, რომ ესე არ იქნება და ადამიანები მაინც გადაკეტავენ რუსთაველის გამზირს. ყოველდღიურად ფაქტიურად მტკიცდება ის და უფრო მყარდება რეჟიმი და ის დიქტატურა, რასაც ვეუბნებით ამდენი ხანია და ზუსტად ამ რეჟიმის გამყარების კიდევ ერთი მცდელობა ვნახეთ დღეს რუსთაველზე, სადაც არაპროპორციული ძალა იყო მართლა გამოყვანილი და ძალიან მცირე რიცხოვანი პროტესტის მონაწილეებიც კი, ანუ ამ მონაწილეებიდან 20 ადამიანზე მეტი წაიყვანეს უბრალოდ გზის გადაკეტვის გამო და ხვალდაზე გზის გადამკეტი ადამიანიც აღარ იქნება, ვფიქრობ საქართველოში თუ არ გამოვხიზდით და დროზე თუ არ გავეცით პასუხს აი ამ პოლიციურ რეჟიმს, რასაც დღე ამყარებენ, ხო? ყველა არის ძალის გამოყენებით დაკავებული, ყველა არის აყვანილი არა გზიდან, არამედ საფეხმავლო გზიდან, სადაც ქვეითები მოძრაობენ. ძალის მიერად ისე რომ ძალას იყენებდნენ, შეიძლება რამე დაზიანებებიც მიეღოთ ამ ადამიანებს, ესე დააკავეს 23 ან 26 მოქალაქე. ყველა არის თითქმის ახალგაზრდა სტუდენტი, რომელიც აპროტესტებდა უკანონო გადაწყვეტილებას და სასამართლოს და შემდეგ ამ უკანონო გადაწყვეტილებას პარლამენტში. აი ეხლა გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე ის რაოდენობა, რაც ყოველდღიურად დაახლოებით 1 საათში 8 საათზე წლის ნახევარზე კეტავს ხოლმე გზას. როგორც ჩანს, გადაწყვეტეს რომ მოგვიჩინონ რაღაც თავისი ადგილი და დათქმულ დროზე უფრო ადრე არ გადაგვაკეტინონ.
და ახლა გახდა ცნობილი, რომ რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები მიემართებიან იუსტიციის სახლისკენ, სავარაუდოდ იქაც ისინი აპირებენ გზის გადაკეტვას. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ისინი მოემართებიან ახლა სწორედ და ჩვენ ჩავდივართ სწორედ სანაპიროსკენ, იუსტიციის სახლისკენ და აქციის მონაწილეები სწორედ იქით მიდიან. ახლა ისინი ამბობენ, რომ ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და ამბობენ, რომ ქართული ოცნება გადაიქცა რეჟიმად, რომელიც არის რეპრესიული და სწორედ ისინი ამას აპროტესტებენ. აქ აქციის მონაწილეების შეძახილებიც ისმის და თქვენ ხედავთ თუ როგორ მოემართებიან ისინი. ახლა ჩვენ ვართ ჭანტურიას ქუჩაზე და სწორედ ვივუყვებით მათ მსვლელობას და ნახოთ და ჩვენ შემოგიერთდებით სწორედ მოვლენების განვითარების შესაბამისად და საპროტესტო აქცია გრძელდება. გეტყვით, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციის ეს 279 დღეა და გეტყვით, რომ ის 28 ნოემბერს დაიწყო.